ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა. სერგო კოვალავასთან ერთად ავერსი გისურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. სერგო კოვალავა მოგესალმები და გთავაზობთ სამედიცინო გადაცემა იმედის კლინიკას, რომელსაც ავერსის კლინიკასთან ერთად ვამზადებთ. დღევანდელი გამოშვების განმავლობაში გესაუბრებით ასეთ თემაზე: ოტომიკოზი, ანუ ყურის სოკოვანი დაავადება. გავრცელების ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. ოტომიკოზი ეს გახლავთ გარეთა სასმენი არხის სოკოვანი დაავადება. ეს დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც გარეთა სასმენი არხის ეპითელურ უჯრედებს აზიანებს სხვადასხვა სახის სოკო. სხვადასხვა წარმომავლობის ოტიტებს ანუ ყურის ანთებას შორის ოტომიკოზ დაახლოებით 18-20% უკავია. ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ია. სოკოვანმა ინფექციამ შესაძლებელია დააზიანოს ყურის ნებისმიერი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ასრულებენ ოტომიკოზების შემდეგ ფორმებს: გარეთა სოკოვანი ოტიტი, როდესაც დაზიანებულია გარეთა სასმენი არხი, სოკოვანი მირინგიტი, როდესაც პროცესში ჩართულია დაფისაბკი, შუა ყურის სოკოვანი დაავადება. ოტომიკოზების გამოწვევები გახლავთ კანდიდას ჯგუფის საფუარა სოკოები, ასევე ობის სოკოები, ასპერგილუსი, პენიცილიუმი და რიზოფუსი. ოტომიკოზების განვითარების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია ქრონიკული შუა ოტიტი, გარეთა სასმენი არხის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მაგალითად ეგზემა და დერმატიტი, ყურის მფარველი ეპითელიუმის ტრავმა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ალერგია. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ოტომიკოზის განვითარებას, გახლავთ გარეთა სასმენი არხის შენების თავისებურება. ამ ანატომიურ წარმონაქმნში სოკო შედარებით უფრო დაცულია მზის ულტრაისფერის სხივებისგან, რაც თავის მხრივ დამღუპველად მოქმედებს ამ მიკროორგანიზმებზე. გარეთა სასმენ არხში არსებული მაღალი ტენიანობა, ოპტიმალური ტემპერატურა და სოკოს უჯრედების ტრავმირების მინიმუმამდე დაყვანა ერთიანობაში ხელს უწყობს ამ ინფექციის განვითარებას. იმედის კლინიკა სერგო კოვალავასთან. თუ ოტომიკოზი გამოწვეულია ობის სოკო პენიცილიუმით, მაშინ გარეთა სასმენ არხში შეინიშნება სეროზული გამონადენი, რომელსაც არ გააჩნია არასასიამოვნო სუნი და საკმაოდ ხიერი მასის სახითაა წარმოდგენილი. მთელი არხის სიგრძეზე შეინიშნება მოყვითალო მოთეთრო ფერის ფუფხები, რომლებიც ადვილად სცილდება ზედაპირს. თუ ოტომიკოზის გამომწვევი გახლავთ საფუარო სოკო, კერძოდ კანდიდა, კლინიკური სურათი ძალიან წააგავს გარეთა სასმენი არხის სველ ეგზემას. პათოლოგიურ სეკრეტს გააჩნია მოთეთრო მოყვითალო ფერი, ძირითადად წარმოდგენილია კაზეოზური ხაჭოსებრი მასის სახით. კანდიდომიკოზის შემთხვევაში პროცესში არაიშვიათად ერთვება ყურის უკანა არე და ყურის ნიჟარა. ზოგადად კი ოტომიკოზის კლინიკური სიმპტომატიკა ხასიათდება რამდენიმე საერთო ნიშნით. ეს სიმპტომებია ქავილი ყურის არეში, ყურის დაგუბება და ყურებში შუვილი, ყურის ნიჟარისა და სასმენი არხის მგრძნობელობის მატება. გამწვავების გარეშე ტკივილი ყურის არეში, ასევე თავის ტკივილი დაზიანებული ყურის მხარეს არ არის გამოხატული ან მინიმალურია. გარეთა სასმენი არხის გამოკლების შემთხვევაში შეინიშნება მისი სანათურის შევიწროება, იქ დაგროვილი ანთებითი ექსუდატის გამო. თავად სასმენი არხის ეპითელიუმი ჰიპერემიული, ანუ წითელია. იმედის კლინიკა სერგო კოვალავასთან. ოტომიკოზის სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია პირველ რიგში პაციენტის დამახასიათებელი ჩივილის მოსმენა. შემდგომ ეტაპზე ხდება ყურის დათვალიერება და ანთებითი გამონადენის თავისებურების შეფასება მასალის მიკროსკოპული შესწავლით. ოტომიკოზების მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია გარეთა სასმენი არხის დრენირება და იქ არსებული ანთებითი სითხის სრული ევაკუაცია. ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალება. შემდგომ ეტაპზე სოკოს თავისებურებიდან გამომდინარე შეირჩევა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. საკმაოდ ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ფიზიოთერაპიული პროცედურა. პროგნოზი ოტომიკოზების დროს არ არის ცუდი. დროულად დასმული დიაგნოზისა და ადეკვატური მკურნალობის ფონზე სავსებით შესაძლებელია სრულყოფილი ეფექტის მიღწევა და დაავადებისაგან საბოლოო განკურნება. გავრცელების ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მას დღევანდელი გადაცემის თემა გახდა ოტომიკოზი, ანუ ყურის სოკოვანი დაავადებები. სანამ იმედის კლინიკას დავასრულებთ, ავერსის აფთიაქს აწვევით. ავერსის აფთიაქი. მაგიტრონი. თანამედროვე ცხოვრების რითმი არახელსაყრელ ეკოლოგიურ პირობებში სავსეა ფსიქოემოციური დაძაბულობით, ქრონიკული დაღლილობითა და სტრესით, რომელსაც მოჰყვება ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი ძალების გამოფიტვა.
მისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა პრეპარატი მაგიტრონი, რომელიც წარმოადგენს მიკროელემენტ მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის კომბინაციას. ცნობილია, რომ სტრესის დროს განსაკუთრებით ქვეითდება სწორედ მაგნიუმის რაოდენობა. მას აქვს დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, რის გამოც მაგნიუმს უწოდებენ ბუნებრივ ანტისტრესულ ფაქტორს. მაგნიუმი აქვეითებს ორგანიზმის მგრძნობელობას სხვადასხვა გარეგანი გამღიზიანებელი ფაქტორის მიმართ, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ალერგიული და ანთებითი დაავადებების მიმართ. მაგნიუმი ამცირებს ნერვკუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი კუნთების ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს სიზღლძარღვთა სისტემაზე, ხელს უშლის იშემიის განვითარებას, იცავს სიზღლძარღვის კედელს და ეწინააღმდეგება არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებას. ვიტამინი B6 კი აადვილებს მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან და მის ათვისებას უჯრედების მიერ. მაგიტრონი ნაჩვენებია სტრესის, აგზნებადობის, ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობის, კუნთების ტკივილის და ძილის დარღვევის დროს. მაგიტრონის ორი ფორმა არსებობს: ჩვეულებრივი და შუშხუნა ტაბლეტები. ჩვეულებრივი ტაბლეტი ნაჩვენებია 1-2 ტაბლეტის ოდენობით დღის განმავლობაში, ხოლო შუშხუნა კი 1 ტაბლეტის ოდენობით დღის განმავლობაში. მაგიტრონი არ შეიცავს შაქარს, ამდენად მისი გამოყენება უსაფრთხოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის. მაგიტრონი დაივიწყეთ სტრესი, გაღიზიანება და დაღლილობა. ავერსის აფთიაქი. დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას. ნახვამდის. ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა. სერგო კოვალავასთან ერთად. ავერსი გისურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.